სალამი. გილოცავთ პოსტივის დაბადების დღეს. გილოცავთ. 2017 წლის დღეისწორს ინტერნეტში გაჩნდა პირველი ვიდეო სახელად პოსტივის ვიდეოები და ამის შემდეგ მოვდივართ და ტრებს ვებრძვით და შინაურებს ვახარებთ. აი ჩვენ გადავწყვეტ რახან ისეთი ვითარება ბრძოლის დრო, ასე არც თუ ისე პომპეზურად აღვნიშნოთ ეს, როცა მოვიგებთ და გავივაკებთ, მაშინ ნამდვილად აი მე ნახეთ ჩვენი დღესასწაული თქვენც გასიამოვნებთ მეგობრებო. მოდი ჩვენ დავიწყოთ აპერიტივით, იმიტომ რომ აპერიტივით თუ ანიტათი. აქ ანიტათი დავამთავროთ. აქ გავუშვათ. აქუს თემა ოღონდ ყურადღებით მოვუსმინეთ. ვაკეთებ ბევრს უგანცხადებო, აი რამდენი კოღოა დამგვინეს. არა, პასუხი არ მოგისმენიათ იმის. კიდე ერთხელ. სახო. ვაკეთებ ბევრს უგანცხადებო, აი რამდენი კოღოა დამგვინეს. ბიჭო, ანუ ამ გადაცემას და ამ სტუდიას კიდე ეს უნდა და ჯერ იყო და ძაღლი, მერე იყო ვიღაც ტიპი რო შევარდა და ლუკას ახარო, მერე კატა სახელად ქაკუცა მე მგონი, ტაშტი, პლიტა. შევარდი მაინც ისე ნახველი სამოგება გაქვს. გრძეს რო სვავს, რაღაც ყველაფერი მოხდა და ეხა კოღოების შემოსა კალიები და პაროსა. მე გამიკვირდა რომ აქ არ განავრცო აქ ჩვეული ნარატივი რომ ხო აბა სად იყო ადრე კოღოები ეს ქართული ოცნების ბრალი. რაც იქიდან აქეთ გადმოვიდა ეს ოფისი, არ მინდა ახლა თქვა იქნება მალავე სად არის. თქვის პირას არის და იქ არის. აღარ არის. არა, რა თქმა უნდა. სოლოლაკში. არა, რა თქმა უნდა. ძმობას გაფიცე. არა. მტკვართან ახლოს არის. და რამხელა ოფისია? ოდნავ იმაზე დიდი, ოდნავ. აბდაჟი გაუმჯობესებული არა, ის ადგილი იყო. ის კარგი ადგილი იყო. არა, ნუ იქ კიდე ერთხელ დავთვალე რომ საეთეროში. კოღო რო არის ბაჩო გავუშვეს საეთეროში და smoking-area, ანუ მოსაწევი სივრცე აქ არისო და მაგის მე არის გაგიჟებული. უნდა დააშო იქვემდებარე ჭაობი, ესეთი და ბადეები არსებობს ამისთვის, ბადე და აღარ შემოვა კოღო. კარგი. ნუ ამაც ინდისზე იყოს. მეგობრებო, მე მინდა ხო მაგარი ვიდეო. ამაც ინდისზე იყო. არა, ხო მაგარი ვიდეო, რა ამბავი კოღო, ასია, დავკმინეს. ქვეყნის გადარჩენაზე საუბარში რომ უწებეგაა, რომ კოღოსაც ებრძვი და რუსეთსაც ებრძვი, ხო ხედავ? სისხლწოს ორივე. მეგობრებო, უვიზოზე მინდა მცირე განმარტება გავაკეთო და ესეც არის უვიზო აქვს შეხარჩეი ბატონი რომელ ქვეყანას ცი? არაბეთის ემირატებს. და გასაგებია რომ უვიზო რატო აქვს და მე ეხლა უბრალოდ წავიკითხავ ვიღაცამ დამიწერა კონტრარგუმენტები დებილი ხარო ჯერ მითხრა არაბთა საიმიროები არ არიან ევროკავშირის კანდიდატები არაბთა საიმიროების ხელისუფლება დედას არ აგინებს ევროპას და სტრამერს მაკრონს და ასე შემდეგ არაბთა საიმიროები პუტინის რუსეთის მოკავშირე არ არის ანუ ჩვენ ხო ვართ გაიასტებული არაბთა საიმიროების კოცები მაინც მოახსენებთ და ასე შემდეგ მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ოფიციალურად ევრო კავშირი ვიზებს გვიზღუდავს, free ვიზას გვიზღუდავს იმის გამო რომ არასრულწლოვანთა LGBT გავლენის პროპაგანდისგან დაცვის და ოჯახის ღირებულების დაცვის და სააკაშვილს არ უშვებთ. გამჭვირვალე კანონი, ხო. ეს რაღაცეები შეიძლება ფიქრობენ რომ ეს ასეა, იქ არ წერია. და რაც შეეხება აი ესე დემოკრატიას, გეების, LGBT თემის უფლებებს დიდი ეჭვი მაქვს რომ საიმიროებზე რომელსაც პატივს ვცემ, აი ეს თემები გაცილებით უკეთ არის ჩვენთან ისე სხვათა შორის. აი ესე ვიტყვი. ამიტომ დებილი შენ ხარ. არა, ზოგადად მაგ კონტექსტს რო შევეხოთ, რადგან ახლა აღმოსავლეთის თემა ჩამოვაგდეთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად ამერიკასთან ურთიერთობის დროსაც რა, რომ დასავლეთის გარკვეულწილად სტრატეგიული პარტნიორი არის ახლო აღმოსავლეთში რამოდენიმე ქვეყანა ვიცით რომლებიც სადაც განთავსებულია ამერიკის სამხედრო ბაზები და შესაბამისად ისინი თვალს ხუჭავენ ყველაფერზე. ასე იყო მაგალითად ყატარში როცა ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც ყველაზე კორუფცია. არა, თქვათ FIFA-ს ესე იგი დღევანდელი ეს გენდერული მგრძნობელობა ძალიან მაღალ დონეზე აწეული, მაგრამ რატომღაც ყატარში ეს დაივიწყეს. მაგალითად ირანზე, რომელსაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად ჰუმანური კანონები აქვს ვიდრე საუდს არაბეთს და ასე შემდეგ ადამიანის უფლებების, აი ეს უნივერსალური უფლებების მიმართულებით თუმცა იმაზე თავისუფლად თვალს ხუჭავენ, სადაც არსებობს მორალის პოლიცია, სადაც არსებობს
თავის მოჭრა სადაც შარიატის კანონებით ნუ ბოლო-ბოლო ხალი იქაური ლოკალური ეთნიკური კი არა და ხო ნაციონალური კულტურული ბოდიში იქ ნაციონალობა კიდე არც არსებობს წესიარად ხო მძიმე ნიკაბით დადის და ასე შემდეგ და ირანში ეს ჰიჯაბია და ნუ ამერიკა ბოლომდე თვალს ხუჭავს და ამას ქვია ეთიკური რელატივიზმი ანუ ორმაგი სტანდარტი ამას დამატებული თვითონ ევროპა ჩვენ რასაც გვთხოვს ხო მაგ ნარატივს ყველაზე მაგრად ეხლა მხარს უჭერს ტრამპი რომელზეც გიждდება ევროპა ხო რომ დიდობოს რამე არა რამ შობა არ გიждდება არა არ გიждდება მაგრამ უჯერებს და უძურება აბა ეუბნებიან რომ არასწორ გზაზე დგახარ იცი რას ეუბნებიან არა ეხლა როცა ფულის გადახდა დაავალა უკრაინისთვის ეხლა წუწუნებენ რა მარტო გერმანია იღებს მაგრამ საბოლოოდ ტრამპმა თქვა რომ ჩვენ ფულს მაინც მივიღებთო ანუ არა ჩვენ არ დავხარჯავთ რა თქმა უნდა და აღარ აძლევენ უკრაინას შეიარაღებას ისინი ყიდიან ამ შეიარაღებას მანამდე ეგრე შვებოდნენ არა ეხლა ოფიციალურად კანადაზე ეუბნებოდნენ რომ შენ უნდა იყიდო აქედან იარაღი და მე მიაწოდე უკრაინას ეხლა ოფიციალურად ხო მაგრამ ამ ნარატივის რაზეც ჩვენ კაია კალასმა მოგწერა და გითხრა რომ ეს საშინელება რასაც თქვენ ჩადიხართ ამის პირველი საპორტერი და პირველი მხარდამჭერი არის ტრამპი და ასევე ტრამპსაც გაუგზავნეთ ეს წერილი და აუციეთ თითი და დააშინეთ ევროპის და დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე შემიძლია გითხრათ ისრაელმა დაარტყა სირიის პრეზიდენტის შტაბ-ბინას. აი ეგ აუხსნელი, იმიტომ რომ დრუზებს იცავს ეს სირიის სამხრეთის მყოფი პროვინცია, სადაც ეს ეთნოსი ცხოვრობს. სირიის არმია ეგრეთ წოდებული გაემართა გენოციდის მოსაწყობად და ისრაელმა დაარტყა არა მარტო იმ ეგრეთ წოდებულ არმიას, არამედ გენშტაბს და პრეზიდენტის სასახლეს. არაფერი, მორჩას, კაკს მისავდა. საგარეო საქმე მინისტრმა თქვა, რომ ერთხელ ჯიჰადისტი, ყოველთვის ჯიჰადისტი არის. მორჩა, ხო და კაია კალასმა რა პასუხი გასცა ამას. ერთხელ ტერორისტი, ყოველთვის ტერორისტი. კაია კალას ხელს ართმევს ერთსაც მეორეს. რა ფულს აძლევს. კაია კალასის მაგას არაფატი აკრიტიკებდა აქ თეზის. ანუ კაია კალასის წერილი, რომელიც მართლა ანუ ორ ყველაზე აბსურდულ რაღაცას ეხება და გვისახავს წინაპირობად იმისა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა არის ამის შედეგი. იქნებ შეიძლება რომ იყოს ამის შედეგი, რაც ეხება, ახსენეთ ხო, ხაზგასმული რა რომ უნდა გააუქმოთ ორი კანონი. ერთი გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც არის შავი ფულის და კორუფციის, ანუ მან წერილს ხარ კორუფციაზეც არა საუბარი რა. ანუ შავი ფულის ერთადერთი მარეგულირებელი კანონი, რაც სოფლიოში დაცდილია და პრაქტიკაში არის და რაც ამერიკის ზუსტი ასლია თან. მაგაზე გვეუბნება რომ ეს არის იმხელა კანონდარღვევა საზოგადოების წინაშე და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვა აგრეთვე არის იმდენად დიდი დანაშაული რომ თქვენ ამის გამო რომ შიდა პოლიტიკაში მსგავსი ტიპის საკანონმდებლო რეგულაციები მოაწყვეთ ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის რომ ჩვენ სერიოზულად დავფიქრდეთ თქვენთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას. ის კი არა რაღაცა თქვენგან წამოსული რაღაც მიგრანტებიც აქ ზრდიან კრიმინალს, რაც მანამდე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი იმისთვის რომ დაწყებულიყო. არა, არსებითი არ ყოფილა კი არა, საერთოდ ის რომ პროცედურა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივეს გამარტივეს ჩვენგან რომ ჩვენთან შანტაჟის ინსტრუმენტი იყო ეს მოხდა ზუსტად დეკემბერში მას შემდეგ რაც ქართულ მოლოცველმა მოიგო არჩევნები მას შემდეგ რაც რევოლუცია ვერ შედგა ხო მას შემდეგ რაც მე აღინიშნა ნოემბერში რომ ჩვენ ამ ევროკავშირის მუდმივ საშანტაჟო იარაღს აღარ დამორჩილდებით და ჩვენ საქმით გავაგრძელებთ ყველა წინაპირობის შესრულებას და 28 წლისთვის ჩვენ მზვად ვიქნებით უკვე რომ რეალურად განახლდეს ამაზე მოლაპარაკებები ამის შემდეგ, ანუ ამხელა ისტორიის გამოცდილების ინსტიტუცია თავის 10 წლეულობით არსებულ შიდა განაწეს ცulis მარტო იმის გამო, რომ შენ გაშანტაჟოს. რომ აღარ ჭირდებოდეს ყველა აბსოლუტურად ყველა ქვეყნის თანხმობა და ყოველ უმრავლესობით შეგიჩება. უკაზე ნახოთ რა ქვეყანას ემბრძვიოთ. დამხელა ჩვენი
პროექტი და ევროკავშირი არის Deep State-ის ევროპული რედაქცია, იქაური ტექნოკრატები, რომლებიც ჩვენ გვაშანტაჟებენ სხვა ინსტრუმენტებით. აი ხა ჩამიგდეს საფრანგეთში პარლამენტში მიუღიათ კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე იყო დაინიცირებული. ნუ ფარაზე ხა ხო ლაპარაკი არა, ეს გავლილი თემებია, კანონს და რაღაცები. ჩვენ არ გვინდოდა ყოფილიყავით უკიდურესი პერიფერია, რომელსაც ესა რა ფულიც გინდა ის შემოვა, რა NGO-ს გინდა. ანუ ჩვენ გამოვიარეთ პერიოდს, სადაც NGO-მა მოგთხოვეს ტექნიკური მთავრობა, ბიჭო. NGO-მა მიტინგზე, რომ ცოტა ხანი მთავრობა გადადგეს, ჩვენ ვიქნებით მთავრობა. მეტი რა გინდა, ეს არის უკიდურესი პერიფერია, ესე არ იმართება, ალბათ არ ვიცი. არც ერთი ჩადი. მართლა არ იმართება, ეგრე იქ რაღაც ამბოხებულები სხვანაირები არის, ეგრე ტექნიკური მთავრობით ვერ. ხო და რაზე მინდა კიდე საუბარი რა დამოვიწყდა ეხლა შენ გასწავლ სხვა მაგასთან ერთად კიდე უფრო ტრაგიკული რა იყო რომ სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ქვეყნის ელჩები საქართველოში ოპოზიციის ძალადობრივ აქციებზე დგებოდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ საზოგადოებას მიმართავდნენ სახელმწიფო ცვლილებები თქვენ უნდა მოიყვანოთ ეს ყველაფერი ხდებოდა არჩევნების მერე და განაც უთოდის დასკვნა დაიდო რომ არანაირი პრობლემა არ ყოფილა არჩევნებში რუკას დახედანო რა რომელ ქვეყანაზე საუბარია და რანი ვარ თვითონ ევროკავშირის და ზოგადად ნატოს თუმცა ამ ურის ერთად განხილვა და ჩვენ რომ ევროატლანტიკური სტრუქტურები ეს არის ფუნდამენტურად არასწორი მიმართება ერთი არის სამხედრო ალიანსი და მეორე არის კონტინენტური ევროპის არა მანდ უნდა დავა კონკრეტულად კონტინენტური ევროპის საიდან ინგლისი გავიდა წმინდად კონტინენტური ევროპის და ძალიან განსხვავებულია ბრიტანული ანგლოსაქსონური კულტურა კონტინენტური ევროპა თავის ფილოსოფიით, თავის მსოფლმხედველობით, თავის სოციალური პრაქტიკით ყველაფრით ძალიან განსხვავებული რამ არის და ეს აღმოსავლეთ გაფართოების საკითხი ხო იქნებოდა პრინციპში რევოლუციური აქტი, რომელიცაც მე თითქოს როგორ ვთქვა, აი ძალიან სკეპტიკურად უყურებდი, იმიტომ რომ გეოგრაფიას რო შეხედო მართლა მაკრონის არ იყოს, რომელიც ამბობს, რომ მე მწამს ერთიანი ევროპის ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, თუმცა კონტინენტურად, მაგრამ ჩვენ არ ვართ ესე გვეუბნება მაკრონი რომ არ ხართ ევროპაო რა და რუკას რო შევხედოთ ჩვენთან უფრო ახლოს არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ვიდრე პირველი ევროპული ქვეყნა რა ვიცი ბულგარეთი რუმინეთი იქით რა მგონი გეოგრაფიულ ახლოს ჩვენ მასმერე აღარ უნდა საუბრობდეთ ბიუროკრატიის მისამართით რაც სომხეთი მოიხსენეს შავ ზღვაზე გამოვაქვს მაგაზე ვისაუბრებ ვიდეო არ გაუშვათ ბაჩოკაჯაია ბაჩოკაჯაია არ გვინდა მსახიობ არ გვინდა არ ამბობს ის მაშინ აჩიკო გულედანი აი აჩიკო გულედანი გაუშვათ მაგრამ ეხლა დღეს კარგად ვილაპარაკეთ ბარემ კარგები გაუშვათ ხო შენ დაიწყე კარგით პატა ბუჭულაძე ცუდია რა ქვია ვალერი გეობახიანით მოიცა ამოვარჩა მაშინ მაგის კალიბრი პატა ბუჭულაძეა გრიგოლ გეგელია ყორლია უიმე გეგელი მეგობრებო გაუ ნაღდი თეიმურაზი ნაღდი გეგელი მე არ ვაკეთებ ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარს, ეს არის ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა, ჩვენ არ ვაკეთებ ოპოზიციის პასუხები ვიყოთ, ჩვენ ვართ ქართული ოცების ოპოზიცია და ვიქნებით მისი ოპოზიცია. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კოლეგა მე დროს უთმობს ამ პოლონეთს ლელოზე საუბარს. კაი, გასაგებია, გავაჩერო. ეს შეკითხვა არა, შეხედე. პროსტა რა პასუხი კაფეში რა შეუყვეთა? არა. როგორ მოцеლა ოპოზიცია სამწუხაროა, რომ ზოგიერთი კოლეგა ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს. რო შეაჯვარო ლაშა ბუხაძე და გეგელი რა გამო აი ეგ როგორი ძალიან ფარშევანგი ხო ბიჭო გეგელია უნდა გამოვიდეს ბიოლოგიური არაღი გაიჩითება ეგ არა მე მგონი ძალიან საშინაო ცხოველი გამოვა სიმბიოზი პატარა ძაღლები როა სიმბიოზი გოგოებს რო უყარს პატარა გოგოებს ბიჭო არა ხო ჩანტაში რო გეგელიას არქიტექტურა და კონსტიტუცია უნდა დარჩეს და დაემატოს ლაშა ბუხაძის შორისდებულები აი ამას რო ლაპარაკობ ესეც აკეთებს არა ის მაგრა აკეთ ხო და აი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დავსვი სამწუხაროა რომ ჩვენი კოლეგები ზოგიერთი ანუ პათეტიური ლაპარაკი შეუძლია ამასაც ბევრი უღოაკ არა ის სვანაირად კი ბატონო პატა ბურჭულაძე მინდა რომ გაუშვათ ნინო ლომჯარია გაუშვათ ძმაო რამდენი ხანი არ ყოლია არა პატა შეგძვიშე ქალი რომელიც იყო ოფიციალური ნომრიანი აგენტი ქალი რომელსაც ყავდა 00-ზე იწყება არა სხვათა ხო კი სხვა შორის ეგ იყო აგენტების უსტაბაში რა
მაგას ყავდა კიდე წარმომადგენელი მაგის მენეჯერი თუ თავმჯდომარე თუ მოადგილე თუ ვიღაც რომელმაც თქვა ყველაზე მაგარი რამე ევროპაზე რომ ევროპა რო გითხრას ცალფეხზე უნდა ვიდგეთ მაგისი ლომჯარიასი ბურჯანაძე მე ამერიკის საელჩოში დაიწყო მუშაობა ჰეტარატო მისი განვითარების დასკვნითი ეტაპია ეგ როგორც ჩერგო პანელზე რო დადგა და 64-ში ავიდა მე ლომჯარია არის ის ქალბატონი რომელმაც ესე იგი ერთ-ერთ მიტინგზე თქვა რომ სირცხვილით და იმით დაწვას ჯობია ბომბებით დავიცვათო და სირცხვილი იცით რა იყო აი მაყურებელს რო შევახსენოთ უკრაინას რო ჩარტერით რა ვიცი მებრძოლები არ გაუგზავნოთ და ეხა იწვით ხო ყველანი სირცხვილით ეს ამას ვერ მოვიწმენ ბომბა ხო გვერჩივნა მაგას ეხა რა კაი იქნებოდა რომ ეგ ბომბები სირცხვილის მაგივრად ლომჯარა გაუშვა დღეს ჩვენ ვიმოგზაურებთ ევროპაში ვიზოთ თუ არა ეს აბსოლუტურად დამოკიდებული არის დღეს ქართული ოცნების გადაწყვეტილებებზე. არ არსებობს სხვა აქტორები, სამწუხაროდ არ არსებობს ბუნებაში, რომელსაც შეუძლია ამაზე თვითონ მოახდინოს, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მხოლოდ და რა შეუძლია? შეუძლია რომ გადადგეს მიშას ჩააბაროს ქვეყანა გაუქმოს არასრულწლოვნების დაცვის და ოჯახური ღირებულების დაცვის კანონი, გამჭვირვალეობის კანონი გაუქმოს, საერთოდ წავიდეს. მაგრამ მთავარი გაუქმებამ შეუძლიათ რომ მთლიანად წავიდნენ და დააჭერინონ თავი მიშას. მე ერთი რამე მაინტერესებს. როგორი იდიოტები არიან ევროკავშირში? ეს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის და ოჯახური ღირებულების დაცვის კანონი არის საკრალური კანონი. რომელიც გარკვეულ იმედებს მოსახლეობის აბსოლუტურ იმას აძლევს, მაგრამ უფრო მურტალია, როცა ხალხმა გაიგო, რომ მაინდა-მაინც ამ კანონზე არის დამოკიდებული. ანუ უკვე შეთქმულების თეორია კი არა, ჩდება ზუსტ დასაბუთებული, ეჭვიც არ ქვია მას, ანალიზის შედეგად ვარაუდი, რომელიც ბევრ ქართველს აქვს, რომ კონკრეტულად უნდა ამ ღირებულებების შეხება და არასრულწლოვნებზე თავდასხმა ამ კუთხით. კონკრეტულად ეს უნდათ. მიხვდი, ადრე როცა ამას იტყოდი, არა ეს შეთქმულების თეორია, სად გინახავთ ეგეთი რამ, მაგრამ როცა ამაში გიცვლია რაღაცა კეთილდღეობასაც არა, იცი რას? უდობს თუ როგორ არის? რაც რაღაცა მინიმალურ კომფორტს. რაც კომფორტს არ გაძლევ. და მაგით მოიპოვე შენ. არა, მაგით ხო ლაპარაკობენ, კაცო, რომ შენ ესე იგი განათლების უფლება და კურნალობის უფლება კურნალობაშია საერთოდ ვიზა ანუ არ მოხსენე საკურნალო რო იყოს არა ეგ რაშუაშია ისაც ვინ სარგებლობენ კურნალობას ჭირდება ხარჯები ძალიან ეგ არგუმენტი იდეაში ყოველშუაში არ არის მოქმედებს ამ არგუმენტს წარმოქმნელის წინააღმდეგ მაშინ თუ ეგეთი ბოროტი არის ეს ევროკავშირი რომ შენ იმას რა ქვია სასიცოცხლო მნიშვნელოვან წინაპირობას გართმევს ერთი ორი კანონის გამო ერთი რომელიც გამჭვირვალობა არის და მეორე რომელიც არის ოჯახის ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვა მაშინ ვერ ყოფილა ხო მაინც და მაინც ისეთ სასქადულო რომ იმისკენ როგორ შეიძლება არა ხა ჩერგო ხაზარაძეზე კარგია სალომეს გამოყენება უნდა და დეკორაციად რომ თავისი რაღაცა ყუთლოასლანის კარავი გაეკეთებინა და შიგნით ეგრჟნო თავი უფროსად და სალომე უნდა და რაღაც ხარზე დეკორაციად მეტი არაფერი შუაში არ არის პრეზიდენტის პლატფორმა მაგ გიჟურ იდეასთან საერთოდ არანაირ კავშირში პრეზიდენტის პლატფორმა შეიქმნა როგორც გაშლილი და გაფართოებადი სივრცე იმისთვის კაი გავაჩეროთ ჩემი აზრით ძალიან სწორს ამბობს რომ ხაზარაძეზე რომ თუთი ხუშად უნდა მაკაკად ხარზე აი პრეზიდენტის პლატფორმის სერიოზულობაზე ვლაპარაკობს აქ ზედმეტი მოსდის რა ასევე ძალიან კარგი ამბობს ვერ ფართოვდება რა პრეზიდენტის კაი გახარიაზეა უფრო მაგარი არ არის გახარიაზე გავშვით ის არის მარტიას გაიცა თავშესაფარსებზე ის ევროპა მე ბრუსელში უფრო გამოვადია მაგ ქვეყანაზე და რომ არა გახარიამ თქვა რომ მზად ვარ რომ ოცნებას არ ჩავბარდეო აუ ძალიან მაგარი თუ მზად ვარ გავიქცე მზად ვარ გავიქცე ქვეყნიდან მე მზად ვარ მოვკურცხლო მიდან რა ქვია ბრძოლის ველიდან მადლობა გიორგი რომ მზად ხარ რომ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან ანუ ეს რაღაცა სასექტორი ვიქნებია კაი შენ ჭირი იბრძოლებო კაი შენ ჭირი მე თქვა გაქცეულების მეტი და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს აი ამაში მართალია არა გუშინ ჩვენ ეგარ ვილაპარაკეთ ამაში მართალია მე ჩერკოლეიშვილი გაფუჭებული საათივით კაცო დღეში ორჯერ რა დღეში ორჯერი ხა ვერა მაგრამ ფლართ შენ ზედმეტი მოიდა არ იცით ვიძე გვაქვს კარგი არის როდესაც სუთ ხალხს როდესაც
გლახაძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაშინ სწორია ხოლმე ჩერგოს. მზე ძალთა დაპირისპირება. მზეს არ ვაკადრებ ამ ქალბატონს ჩერგოს. გლახაძალა, გლახა. უფრო თუ არა. სხვათა შორის ბილ სიტყვავს და შეგიძლია აკადრო თვითონ. არა, არ მინდა. გლახა, ავიზნის და ისე ჭინკა. კარგია იმერული გლახა რა. კი, ჭინკა რა. კი ბატონო, ანა წითლიძე. დიდი ბოროტებაც ვერ არის. არა. ყველანაირ ევროპაში. აი, ეს უკვე ეს ჩვენ რას ვთქიცებთ და აი შეხედეთ თქვენ უყურებთ ევროპას. ეს არის ეს და გუბაზია. კაი, გავაჩეროთ მაგარ ფაქტს გეტყვით. ესენი ხო ყველაფერს უარყოფენ და ბოიკოტში არიან. რატო დაესწრნენ რიგში მათთვის უკანონო CSKO-სთან და რატო დაიწყეს ნომრების შენარჩუნებაზე ზრუნვა? რატო ბეშ უნდა გქონდეს? რატო ვერ გავიგე, ხო ვაფშე აღარ უნდათ რა, ეს ხელისუფლება ხო არ არსებობს. ხო, CSKO-ს განცხადების როგორ მიმართეს? ხო, არა ლეგიტიმურ ორგანოს. რა ნომერი ბიჭო? უსების დაქვემდებარებაში. ჩემს მიიღებენ მონაწილეობას. ის ორი უეჭველი იღებს და ესენიც ვნახოთ აბა. ხო და იმათ მიმართეს. ის არ მგონია. 4-მა მიმართა და 5-მაც მე არ მგონია რომ მე ჩემ ძველ იდეას ვფიქრობ რომ ეს დივერსიფიკაციის იმაზე არ ვილაპარაკოთ დასასრულისკენ. არა, ჯერ არა დასასრული. არა? ო არა, ჯერ ვაკ 10 წუთი. ხო და აი ეს 10 წუთი დაუთმოთ ჩვენ, იმიტომ რომ ვრცელი თემა. ქალბატონ ანიტას? ბიჭო, ნახე შენ ეს ჩვენი პიტაკანტროფი. ესე იგი ანიტა ყოფილა. მაგარი გონება გახსნა. დავიწყოთ, მაშინ მე ჩემანალი შემოგთავაზ. ჩვენი ანიტა და აქ ნამუშევარი. ჩემანალი შეიძლება შემოგთავაზებ. კი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისედაც და რაკაციც არის ვიცით, იურისტია და ჭკვიანია, პლუს ისეთი თანამდებობა აქვს, რომ ჰაერზე ამას არ იტყვის. რა თქმა უნდა. საბავშვო ბაღი ეს არა, რა თქმა უნდა. შესაბამისად 100-ჯერ ნანახი და შემოწმებული აქვს ეს რაც მან თქვა. იმიტომ რომ სხვათა შორის კი არ უარყო იმან დღეს. რაღაც სიგიჟების ლაპარაკი დაიწყო. ნახე მე. კი ბატონო. რო ეთქვა რომ ანიტა არა ჟიზელი მე. არა, უნდა ეთქვა რომ მე გიჩვენებ სასამართლოში წილისწამება და ასე შემდეგ. მით უმეტეს გამარტივდა ეს წილისწამება. ძალიან კარგია. შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით მართლაც ეს ზედმეტ სახელი აქვს ამ ახალგაზრდას რა. რატო აქ ანიტა? ეგ სახუმარო თემაა, მაგრამ იმის დედავატირე ვით ჩვენ გუნდში, დედავატირე. ვით ჩვენ გუნდში ირიცხებოდა და ვინც აი ამ ვინც ღალატობდა რა. აი იმის დედავატირე კიდე რა. ხო ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და უნდა გაირკვევა ეს ყველაფერი. ანიტას და ნოდარ ანიტას და უბრალოდ რატო ანიტა? რატომ ანიტა? Чтоб никто не операция и почему? Чтоб никто не догадался, ხო? ისე მართალია. ანიტას მასზე ვერ იფიქრე. ხო, არ ანიტას კი არა რაც არის იმასაც ვერ იფიქრე. ოქროს კბილი დაუშვათ. პალტო ნასკი ადამიანი პალტოში კეზერას ნასკი კეზერას ნასკი არა კეზერას ნასკი უკვე გასაგებია წინდა რაღაც იცი როგორი უნდა იყოს არა იმენა ნასკია არა როგორი უნდა იყოს იცი ხალხო რომ ვერ მიხვდეს ვინახა და ანიტა ხო ხტები რაღაცა მიქარული ხო არა და ბიჭო იქნება ანიტა და აქ ნამუშევარი გაყვნენ ანიტა ვინ როგორც ანიტა ისე ხო იღებდა ხელფას და იქნება როგორც ანიტას ისე უდგებოდნენ ხო ორალურად მაგალითად მორალურად ბანალურად საკრალურად ხო აი მე რატომ ანიტა რატო არა კაცის სახელი მაგალითად არდალიონი ყველას ბოდიში ვინც არდალიონია რა თქმა ხო აი საიდან წამოვიდა სახელების დარქმევას აქვს თავისი ღრმა ფილოსოფია იცი შენ ეს ნეიმინგი რა ქვია მაგას რაღაც სახელდება ხო რაღაც სახელდება არა ვის არა მგონი რომ მაგის გამო და ვის ანეტა არის კიდე სოფლის აშიქში მაგრამ ის ანეტა იმის ქმარი რა ქვია ანეტა გეძახისო რო შეიტყუებს და შეუყვანია ანეტა ქვია ანეტა არის ანეტა რატო არის ანეტა ეს არის გამოცანა რომელიც მე როცა ყველაფერი გაიხსნება პროსტა კაცურად როგორ თხოვოთ ადამიანურადაც ვერ თხოვთ უნდა თხოვოთ თვითონ ანიტას უბრალოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შეიძლება მან დიღოსია განგვემართ როგორიცია კლოზეტა ჟორჟეტა შეიძლება ყავდათ პროვოკატორი პროვოკაციის ქალები ანეტა არა ანიტა იმ სიაში თქო იმ ვიღაცებს ვინც ყავატობდა და ასე იქცეოდა გლახად დღემდეო თან ხო და იმათ შეიძლება ჰქონდათ სია პროვოკატორი სუბუქოპაქცევის ქალბატონების ეხა მაგარაგას დაჟე რა ჩვენები ვითომ ყოფილი ჩვენი მოღალატეების და კეზერაც როგორც უად ექცევენ
პატარა კუშებს რო აძლევენ, არ ვერ ხვდები. აბა ბიჭო 5000 ლარი. იმან პალტო ამან 5000 ლარი. ილები დიდი კუში. არა. დიდ კუშზე ვერ გადის ტიპი. ხვდები, დედა სიკლა. კაცი ძმაო. დედა სიკლა. არა, მართლა ეხა ხაბეიშვილი 5000. ისე ლარიანები დააცენკა რა, ერთი წუთი. დასაფასებელია იმ ხრივ რომ რაც ეგ გაილახა ბიჭო, ვისაც არ ეზარებოდა ყველას გალახული ყავს. ხაბეიშვილს რა შეიგინოს რომ ვისაც გალახული არ ყავა რომ მეგონი არავის არ შეიგინოს. იმისთვის რომ ანიტა გახდე ხო? ცოტა ლარიანების პაჩკები თუ აძლევენ ბევრია, ტომარაა. აი, всё, საქმე გახსნილია. ხაბეიშვილმა ლარიანი აღარ არის. არა, მე გეტყვი. ხუთლარიანი. ხაბეიშვილმა თქვა 10-ლარებით, კაცო, ბევრი. ხაბეიშვილმა ქის არა, ბიჭო, ეგ გეტყვით. ხაბეიშვილმა თქვა რომ 5000 ლარიო. არ ბევრი ქის. მაცადეთ ერთ წუთი. ხაბეიშვილმა თქვა რომ 5000 ლარი არის ძალიან ცოტაო, კარგიო. და მისცეს 10-ლარიანი კუპიურებით და გამოვიდა ძალიან ბევრი. 5000 კი არ გაძლევთ, 5G-ს გაძლევთ. ამას რა დათვლისო და დაუდგეს 100-ლარიანები და ესო ძალიან ცოტა. აი გაიო და 5G-ით დაუდგეს. აი ეს კაი. ვედრო ისე. არ მეგონია 2-ლარიანების გავსებული ბევრი ქისა. არა. ბევრი ქისა დახოვნის რომ საპალნეები. ეგ იყო. და ვაფშე ესე ებრყმოდა. და ხამე ითვლიდა ბიჭო. მე ავიწყდება და მთელი თვე უნდებოდა 5000 ლარი დახვა. მე წარმოგენია სხვებს სასახელი ქვია. ნოდარას რა ქვია მაქსიაში? აი ეს თუ ანეტა ის ვაფშე ვინ იქნება? ნოდარას ერქმევა. ეს თუ ანეტა ის ვინ იქნება? ნოდარა? მენსი. არა, რაღაცა ნატაშა. რა? ნატაშა. ეს ხო ანეტა პირდაპირ ასე ტიპს ასე პირდაპირ ბოზი დაუნა რაღაცა Чёрная блядь. Чёрная блядь. Чёрная бамбаспол. არა, ის რო ამბობს ჟირინოვსკი. Кондолиза это чёрная блядь. Чёрная блядь, კი, ნო და აგერ მერაბ მეტრეველს ძალიან კაი სახელებს ვიფიქრებ ჩვენ. კი ბატონო, მერაბ მეტრეველს მეგობრებია. მერაბ მეტრეველი დავამთავროთ, რომელმაც ყველა ჩვენი სათქმელი თქვა. როგორც ყოველთვის ისეთი იდიოტია, რომ ყველა სათქმელს ამბობს ხანდახან რა. ჩვენსაც იმასაც, მაგრამ ეხა აი ამას მოусმინოთ და მიხვდები რა კარგად თქვა, ჩამოაყალიბოთ. გაუშვით. ამ ხალხს ჯერ თორმე რასაც ეუბნება მათი პროპაგანდა. ამათი პროპაგანდა იმედი რასაც ეუბნება ის კი არა რომ ისეთი მიმდივარდება. იმედი ეუბნება სხვა რამეს რომ ჩვენ გვინდა ევროპა, გვინდა ამერიკა, მაგრამ აი რაღაცა deep state-ი, დამპალი ბიძიები, ცუდი ბიძიები, ცდილობენ ჩვენ სუვერენიტეტი წაგვართვა და ეს ვართ აქტივალის წინაშე, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, დავიცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა, დავიცვათ ოჯახის სიწმინდე ეხლა დაემატება. თუ ისა რა ქვია სამნიტვიანი უიზო ისა რა ქვია მოგზაურობა ევროპაში. აი ეს არჩევანი გაქვს. ხო, იცი რა, მე მგონი ყველა იცის და უგურე ფედერასტონ სამითვე წახვიდე. ორი. და რა თქმა უნდა მერაბი რომელიც ისეთია, პაკისტის პრობლემა არ არის. ხო? არის პრობლემა რა, ირჩევს ამას. ვეთ პასეკეთში მოგახმაროს თქვენ ყველა ვინც ეგეთები ხართ ჩვენ არ გვინდა კი ბატონო დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად შევხვდებით ხვალ სადაც არანაკლებ საინტერესო ხვალ სამდეკოს ფორმატში ორშაბათს ხვალ დღეს ხუთშაბათია ვაიმე რა სწრაფად გადის დრო ბერდებით მეგობრებო არავიშავს ყველაფერი კარგად იქნება ორშაბათს ნახვამდის